საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში შეხვედრებს მართავს. მიხეილ სააკაშვილი ევროსასამართლოში მივიდა და სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა. საუბარი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს და რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელს შეეხებოდა. აქ საქართველოს შეიტანა სახელმწიფო შორის საჩივარი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წინა წლების მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. და პრაქტიკულად ეს საქმე არის დამთავრებული. ახლა რა თქმა უნდა ამ შეხვედრაზე არ განხილვა, იმიტომ ეს კონკრეტული სასამართლო საქმეა და პროტოკოლში არ ზის მისი განხილვა სასამართლოს თავმჯდომარესთან, მაგრამ მე კარგად ვიცნობ ამ საქმეს და მე ვიცი, რომ პრაქტიკულად ეს საქმე საქართველოსთვის წარიმართა ძალიან სასარგებლოდ და სასიკეთოდ და რეალურად უახლოეს კვირეებში უახლოეს პერიოდში ამ საქმე უკვე საჯაროდ საბოლოო შედეგი უნდა გამოცხადდეს. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ მართლა ეს არის შედეგი, როდესაც პრინციპულად იცავ შენ პოზიციებს, არიხე უკან და შენ სიმართლეს ამტკიცებ საერთაშორისო დონეზე. უბრალოდ ის ხალხი, ვინც ამას აკეთებდა, თიკო ბურჯალიანი იყო ამის თავარი მამოძრავებელი ძალა და თიკოს ისე გაუხადეს საქმე, რომ საერთოდ დატოვება მოუხდა და ეს არის ძალიან ცუდი და აქაური ჩვენი ელჩი მამუკა ჟღენტი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს მთავრობა, საქართველოს საგარეო სამინისტრომ გაიწვია უკან. და მე ამის გამო გამოთქო ძილ წუხარებას, იმიტომ რომ ეთყობა ისეთი დრო დადგა, რომ ვინც საქართველოს ინტერესებს იცავს და მათ შორის რუსეთის ფედერაციისგან განსაკუთრებით პირველი ისინი მოხვდნენ ამ წრეხის ქვეშ.